მეორე სივრცე ასე უწოდებს მხატვარი თავის ექსპოზიციას, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია წარმოდგენილი. უტა კახნიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. თავისი ინიციატივითა და მიზანმიმართულობით თავისუფალი სახელოსნო შექმნა აკადემიაში. აქ არის ახლა წარმოდგენილი 21 ნამუშევარი, შესრულებული აგრეთვე ყველა ფერწერაშია გაკეთებული. ფერწერა, მაგრამ ამავდროულად ძველი ტრადიციების უარყოფაც არის. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით ირონიაც არის თვითონ ფერწერაზე, ანუ ძველი მეთოდებზე. რომ ეს არის თანამედროვე მხატვრობა წარმოდგენილი და გამოფენას ქვია მეორე სივრცე. ანუ ჩვენ ცხოვრობთ რეალურ სივრცეში, რეალურ სამყაროში. მაგრამ ამის მიღმა არსებობს ჩვენი სივრცე, შინაგანი სივრცე, რომელიც ჩვენ შინაგან სამყაროზეა ორიენტირებული. აქ ყველა ნამუშევარი არის თითქმის შინაგანად აღქმული. მხატვრისთვის ეს მესამე პერსონალური გამოფენაა. მონაწილეობა აქვს ასევე მიღებული სამჯგუფურ გამოფენაში. დღეს ავტორი მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებასა და ვიდეოარტში. აწყობს პერფორმანსებს. ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდა თაობის მხატვრებისთვის და მათი ნამუშევრებისთვის თვალის მიდევნება, მით უმეტეს, როდესაც საშუალება აქვთ აი ეს ერთ სივრცეში წარადგინონ რაღაც ეტაპზე დაგროვილი რესურსი, შემოქმედებითი პოტენციალი. ძალიან საინტერესოა და გარდა ამისა, უტა კახნიაშვილის შემთხვევაში მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს უპირველეს ყოვლისა პოზიტიური განწყობის მომტანია. რაც დღევანდელ სამყაროში და დღევანდელ რეალობაში ალბათ გადამწყვეტია. თავისთავად ჩვენ ყოველთვის ძალიან ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ ფორმაზე, თემაზე, სხვადასხვა ნიუანსებზე, ამა თუ იმ ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებაში, მაგრამ ის რომ ის ვითარდება, ის რომ ის გამომსახულობით ფორმებს ეძებს და ამ ფორმების ძიებაში რაც მთავარია, პოზიტივიზმს არ კარგავს, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროსთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს ფაქტი რასაკვირველია სახეზეა. უტა კახნიაშვილი მომავალში ბევრად უფრო მრავალსახოვანი იქნება. ყოველ შემთხვევაში ეს გამოფენა აი ამის საშუალებას და საფუძველს იძლევა. ავტორს აინტერესებს სივრცე, რომელიც მისთვის შემოსაზღვრული რეალობის მიღმა არსებობს. განწყობა, რომელიც მხატვრის შინაგან რიტმს მოსდევს, ნამუშევრებში ნათლად აისახება და სრულიად განსხვავებულ უცხო ნიშნებს იძენს.